ჩვენ ვაძლიერებთ უსაფრთხოებას დასავლეთ ნახევარსფეროში და ვათავისუფლებთ პანამის არხის ჩინეთის მავნე გავლენისგან. ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ეს არხი ჩინეთს არ აუშენებია. ჩვენ ავაშენეთ და არ დაუშვებთ, რომ ჩინეთმა მისი militarization ან კონტროლი სცადოს. ჩვენ საზღვრებსა და რეგიონის მიღმაც ჩვენი პრიორიტეტია კომუნისტური ჩინეთის აგრესიის შეკავება. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი კომუნისტურ ჩინეთთან. აგრესია ჩვენი მხრიდან არ მოდის. არც დამორჩილებითა და დამცირებით ვართ დაინტერესებული. პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს უდიდესი პატივისცემა აქვთ ჩინელი ხალხის და მათი ცივილიზაციის მიმართ. მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ პოზიციებს ამ კრიტიკულ რეგიონში და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები დაიმორჩილონ ან დააშინონ. ჩინეთი მიზნად ისახავს იყოს ჰეგემონი აზიაში. ეს ეჭვგარეშეა. მას სურს აკონტროლოს და დაიმორჩილოს ამ დინამიკური და სტრატეგიული რეგიონის დიდი ნაწილი. მასიური სამხედრო მშენებლობისა და მზარდი სამხედრო ქმედებებით, მათ შორის ჰიბრიდული ომით, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ სურს არსებული სტატუს-კვოს ფუნდამენტური შეცვლა. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს ამაზე. ჩინეთის ქცევა მეზობლებისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ სიგნალია და ძალიან მძლავრი. ჩინეთი იყენებს საკუთარ ფართო და მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად, როგორც თქვენს ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ქმედებები არა მხოლოდ ჩვენ სახელმწიფოებებს აზიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთი საკუთარ მეზობლებს ავიწროებს, მათ შორის ბევრ თქვენგანს, ვინც აქ იმყოფებით.